დაგეთახოვეთ აბსოლუტურად. მე კიდევ უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ არა მარტო ავტორიტარული სახელმწიფოები, საერთოდ სახელმწიფოები ყოველთვის ეძებენ თავისნაირ სახელმწიფოებს, იმ ღირებულებების მატარებელ სახელმწიფოებს, რასაც თვითონ ატარებენ, ხო, კონსტიტუციურად, სახალხო არჩევანით, ისტორიით, ტრადიციით, კულტურით, რელიგიით, ძალიან ხშირად და კი, ევროპა მაგალითად არის საკმაოდ სეკულარული, მაგრამ ამ სეკულარიზმშიც, ხო, ქრისტიანული ფუნდამენტის როლი ძალიან მაღალია და აქვე ვთქვათ, ეგ პოლონეთია მაგალითად, ხო, სადაც რელიგიობა ძალიან მაღალია და ამ ღირებულებებითაც მათ შორის ადგენენ საკუთარ ალიანსებს და შესაბამისად, აი ევროკავშირი ასე მივიღეთ, ხო, ქრისტიან დემოკრატებმა დააფუძნეს თავის დროს ევროპული კავშირი, აი რომელსაც ვითომ ტრადიციონალისტები დღეს ებრძვიან, აი კოლექტიური ქოცები, აქ იქნება თუ სხვაგან. როგორც ცინიკურია ეს. როგორც ცინიკურია, ნამდვილად, კი. და ზოგადად პირველი ის არის მთავარი, რომ ყველა სახელმწიფო ეძებს თავისნაირ სახელმწიფოების ლიგას. რაღაც ოჯახს, სადაც აი ყველა ადამიანი ხო ეძებს თავისნაირ ადამიანს მეგობრად, ხო, რეალურად, ხო, ცდილობს, რომ იმ ტიპის ხალხთან იმეგობროს, კონდეს კავშირი, არ ვიცი, ბიზნეს ურთიერთობა, თუ კარგი მეზობლობა, ვინც უფრო მეტად მისაღებია მისთვის, ხო? ანუ ვინც შეთვის მიუღებელია იმასთან ხო არ ილტი სამეგობროდ, ხო, რაღაც ეს რაღაც მაზოხისტური უნდა იყოს, ხო? და ჩვენ ვართ აი პოლიტიკური მაზოხიზმის ფაზაში, როდესაც ერის პოლიტიკური საზოგადოების 85% ამბობს, რომ მას უნდა ევროპული ქრისტიანული ცივილიზაცია და რეჟიმი, რომელიც არის ამ ერის წინააღმდეგ და არის თვისებრივად უმცირესობაში თვითონ, ამბობს, რომ არა, ის კი არ გინდათ, თქვენ გინდათ აშხაბადი, თქვენ გინდათ ირანი, გინდათ თეირანი, პეკინი და მოსკოვი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ხო? და ეს არის პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ანომალია, იმიტომ რომ ერთი მხრივ საგარეო პოლიტიკა და მეორე მხრივ ქართველი ხალხი, ქართველი ერი, ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. და ეხლა ამ ერთ მხარეს, ხალხის მხარეს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, ამას მე ხო არ ვამბობ, ხო? კონსტიტუციაში ვიწერია, როგორც ერს, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის ვექტორი. მოგწონს ის ეს კი არ ნიშნავს, რომ ჩინეთს არ ვევაჭრო, ან ირანთან არ მქონდეს შესძლების და მიხედვით ადეკვატური ურთიერთობები, ხო? გააჩნია ირანში კიდევ რა იქნება და როგორ ირანთან, ხო? ან იგივე რუსეთთან განასამშრომლო პოლიტიკა არ უნდა გვინდოდეს როგორც საბოლოო მიზანი. მე პირადად მინდა ძალიან ღიად ვამბობ რუსეთთან კეთილმეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა. მიუხედავად რომ ვარ ძალიან ანტირუსი პოლიტიკურად, იმიტომ რომ რეჟიმი არის ჩემ წინააღმდეგ და ქოცობა უტოლდება მაპატიეთ, მაგრამ სოციალურ იდიოტიზმს, როდესაც შენი ჰაბიტატი არ გესმის რა არის. აი ამას მე ვუწოდებ, ჩემი ტერმინია პირობითი სოციალური იდიოტი, როცა შენ სოციალურ ჰაბიტატს ვერ გზნობ და ვერ ხვდები, რომ ის ჰაბიტატი, რომელშიც ქოცი მიგათრევს რეჟიმი, არის შენს წინააღმდეგ. ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის, შენი ინტერესების წინააღმდეგ არის, შენი ოჯახის ინტერესების წინააღმდეგ არის, შენი შვილების ინტერესების წინააღმდეგ არის, შენი გარემოს წინააღმდეგ, ანუ იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ისტორიულად იჯექი. მარტივი ქართული ხალხური ფრაზით რო ვთქვათ, ხო, აი პირდაპირ ქოციანობა ნიშნავს იმ ტოტის სპობას და ჭრას, რომელზეც ჩვენ როგორც ერი ყოველთვის ვიჯექით რეალურად. და აი ამის გამოხატულება არის ისეთი აი რაღაცა მე შემიძლია ქოცების ხაშურის ავტოიმუნური დარღვევისთვის, ხო, რასაც სხეული საკუთარ თავს ებრძვის, ხო? აი ესე ებრძვის ეს რეჟიმი საკუთარ თავს რაგაგებით, ხო, საკუთარ სახელმწიფოს, ხო? რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ არის მთავრობა, ძირავს ანაკლიას, რომელსაც ქართველები უნდა დაესაქმებინა, რომელსაც ქართული ეკონომიკა და ქართული უსაფრთხოება უნდა წაეწია წინ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო საერთოდ სხვა მასშტაბის სახელმწიფოდ უნდა გადაექცია, თავისი პროფილი, თავისი კალიბრით, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები, აი მშვიდობაზე რო გველაპარაკებიან. აი მშვიდობას ვინ დაიცავს? ირეკლი ზარქვა და წილოსანი დაიცავენ მშვიდობას? ჯვარი ახაურობას, ამერ გაგვიჭირდეს ზარქუას იმედად ვართ? თუ იქ წერა-კითხვის უცოდნელი პრეზიდენტი რო გყავს, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რო გყავს, ხო, ის დაიცავს? თავად სარდალად დასვეს, ხო, ეს კაცი, რომელიც მართლა ის არის ის თავისად დაუკრას, ხო, ვერ არჩევს, ვის თავი დაუკრას, ვის ხელი ჩამოართვას და ასე შემდეგ, ხო, ხა საერთოდ გავსწრები მაგაზე ლაპარაკში უფრო მეტად, ხო? აი ეგ კაცი დაიცავს მშვიდობას? თუ უსაფრთხოების გარანტიები, როგორც არის ანაკლია, როგორც არის უკეთესი შეიარაღება, მეტი თავდაცვის უნარიანობა. ეს თემა არ არის მაინც წესრიგიდან მოხსნილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადა ოცნება და ივანიშვილი თავად, რომ შავ ზღვაზე რა უნდა ამერიკელების პოლიტიკა გაეტარებინა, ანუ კრემლის რეალურად. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტით, სწორედ ანაკლიას ესტუმრა და მეტი დეტალი მოითხოვა ამ საკითხზე. ამას მალე მოყვა რუბიოს ზარი კობახიძესთან, თუმცა რა იყო იქ საუბრის თემა ალბათ მაინც ვერ ვიმსჯელებთ და დაზუსტებით გარდა იმისა, რაც ოფიციალურად მოყვა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ორი წინადადება, რომელიც უსაფრთხოებას და რეგიონში საერთო ინტერესებს შეეხება. და შავი ზღვის აუზს. შავი ზღვის აუზს. და შემთხვევით არ არის, ხო, რომ ბატონი ანდრეული იყო თქვენ სწორად აღნიშნავთ, იყო ჩასული არა მარტო ფოთში, არამედ იყო ანაკლიაში. შეხვდა არა მარტო საგარეო
საქმეთა მინისტრს, ასევე შეხვდა ეკონომიკის მინისტრს, ხო? ძალიან პირდაპირ ჩანს მისი დღის წესრიგიდანაც კი, ხო? აი, რასაც ქვია, ხო, itinerary, რაც იგეგმება წინასწარ, ხო? აი, სად მიდის, ვის ხვდება რა საკეთებს, ხო? ჩვენ შევხვდით მათ შორის მეც ვიყავი წარმოდგენილი ჩემი პოლიტიკური ძალიდან და სხვა ოპოზიციური კოლეგები და იქაც რა თქმა უნდა შუა კორიდორს დაეთმო ძალიან მნიშვნელოვანი დრო, არა მარტო ჩემი მხრიდან, არამედ კოლეგების მხრიდანაც და მისი მხრიდანაც რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო ჩანდა ინტერესი, ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან მარტივად, რომ ანაკლიის და შუა კორიდორის გარეშე და მე შემიძლია გითხრათ სხვა დიპლომატიური წყაროდან, რომ ანაკლიის და შუა დერეფნის საკითხი იყო და არის ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აი ასკი რასაც ქვია, ხო, ფასი, პირობა რაც არის დაწესებული, თუ კი ამ რეჟიმს სურს რაიმე ტიპის სტაბილიზაციისთვის მიღწევა, ეს არის ერთ-ერთი ხუთი საკითხიდან, რომელიც არის ხოცებისთვის გადაცემული. აი ვიდრე გაზუსტებინებთ, რადგან გაქვთ წყარო ამასთან დაკავშირებით, გაქვთ წყარო, ანაკლიის საკითხი ძალიან ცხადად იდგა წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგში სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე იყო ძალიან გაცხადებულად ნათქვამი, რომ არა მარტო უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე და ესაქმებათ, არამედ ჩინელებს და სხვებს არ ესაქმებათ ამ ზღვაზე, ეს ძალიან ცხადად იყო ნათქვამი. და ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში პომპეომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა თვითონ. კი ბატონო, და ეს ამერიკის დღის წესრიგიდან საგარეო პრიორიტეტები ასე მარტივად არ ქრება, მით უმეტეს ადმინისტრაციების ცვლილებასთან ერთად ეს ყოველთვის რჩება მეინსტრიმად, ასე ვთქვათ, თქვენ ახსენეთ ხუთი საკითხი. საიდან მოდის ეს ინფორმაცია? ხუთი საკითხია, რაც ქართულ ოცნებას გადაეცა, ვისი მხრიდან ეს ანდროელის ამერიკელების მხრიდან. არა, მე ბატონ ანდროელიზე ვერ გავაკეთებ ამ კომენტარს. გარდა იმისა, რომ ეს ჩემს იქამდეც იყო ცნობილი, შემიძლია გითხრათ სხვადასხვა წყაროებიდან, როგორც უტყუარი ინფორმაცია. ბატონ ანდრეოლის ამ საკითხებზე არ ქონია ასე მკაფიოდ საუბარი, პირდაპირ ვიტყვი და რომ გქონოდა რა თქმა უნდა იმ შეხვედრას მე ვერ დავარღვევ ეთიკურ წესს, ცხადია და არც თქვენ ითხოვთ ამას, მაგრამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც მოვიდა ტრამპი და რაც ასეთ ვისე შემოშავდა ჩვენდამი გარკვეული ტიპის პოლიტიკა და მიდგომა. ანუ ტრამპის და რუბიოს ამ ვადის პირობებში და ეს ასახულია ხუთ სხვადასხვა იდენტურ განცხადებაში, სამი სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თქვენ მარხვა კითხა, მე მგონი სამივეჯერ აქვე ვიტყვი და თქვენს პასუხად, თქვენი კორესპონდენტის პასუხად ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და აქ ორჯერ საელჩოს მიერ ის რომ ქართულმა ოცნებამ იცის რაც უნდა გააკეთოს, თუ კი სურს სტაბილიზაცია. კი, ეხლა რა იყო ეს? მათ არ უქონთ საჯარო განცხადებაში რა იყო ეს? მე შემიძლია გითხრათ სხვა წყაროებიდან, რომ პირველი აქ იყო შუა კორიდორი ანაკლია, მეორე არის ჩინური ეკონომიკური გავლენების შემცირება, მესამე არის ირანზე პოზიციის გასწორება, ძალიან მკაფიოდ, მაგალითად დროშების არანთება და იქ პანაშვიდებზე და ქელეხებზე და მიღებებზე სირბილის შეწყვეტა, როდესაც ხედავ რეჟიმი ხოცავს ათობით 1000 ადამიანს და ანადგურებს ახალგაზრდებს, პატრიოტებს და რა დამართა, აი მართლა დიად ირანელ ერს, მართლა დიად ცივილიზაციას, ირანელები ცივილიზაცია, ხო? ყველამ ძალიან კარგად იცის და რა დამართა, ხო? ეს სამი. იქ არის თქო და პოლიტიკური ლიბერალიზმის საკითხებიც, მათ შორის უნდა შეწყდეს ანიჰილაცია, ანუ ურთიერთგანადგურების პოლიტიკა და რა თქმა უნდა შეიცავს პატიმრების გათავისუფლებას, ეს შეიცავს პოლიტიკური დევნის შეჩერებას და აგრეთვე შეიცავს ცხადია იმ ტიპის ზომების შეწყვეტას, რაც ამ ქვეყანაში უბრალოდ აუქმებს პოლიტიკას. ეხლა ამერიკა მას იტყვის თუ არა, ამერიკის ზეწოლა ამ კუთხით იქნება მიმართული ნამდვილად და მე მოველი რომ ამ ნაბიჯებზე ქონდა მათ შორის მაღალი ალბათობით სახელმწიფო დივან რუბიოს კობახიძესთან საუბარი, იმიტომ ნახეთ და თქვენ აღნიშნეთ სწორად რომ მაგალითად ანაკლია იყო პრიორიტეტი პირველ ვადაშიც, ხო? ეხლა ტრამპის სახელმწიფო დივანმა ბატონმა პომპეომ პირადად საკუთარი პირით თქვა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მეორე ვადაში პირიქით შეიძლება ითქვას, რომ არათუ შენ არ ჩუნდა, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე ვიტყოდი გაღრმავდა კიდევაც ამ კუთხით მათი საგარეო პრეფერენცია და რატო? იმიტომ რომ ამერიკის გამო თუნდაც ერთი მშვიდობის კორიდორის აბსოლუტურად და მეორე იმიტომ რომ თვითონ ტრამპის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად გახდა ტრანზაქციული. ესე ტრანზაქციული არ ყოფილა, ხო, პირველი ვადისას. ამერიკა უპირველეს ყოვლისა ამ სრულყოფილ
ყოფით არ ყოფილა წარმოდგენილი თუცა იქ ელემენტები იყო ხო ანუ ესე დოქტრინალურად ჩამოყალიბებული რაც სახელმწიფო მდივანმა თქვა რომ ჩვენ გავზრუნოთ საგარეო პოლიტიკას პირველი არის თუ არა ესა თუ ის ამბავიან რეჟიმით ჩვენთან დამყარებაში მეორე მაძლევს თუ არა მე როგორც ამერიკას ეს სარგებელს პირდაპირ ესე უყურებ და ცხადია საქართველოს უყურებ ერთ-ერთი მთავარი ტრანზაქციულ თუ შეხედავ ჯანაკლი ეს მთავარი რა გვაქვს კი ბატონო ნამდვილად მაგრამ ტრანზაქციული ჩვენ მე მინდა იცით რა ნაწილი შეგაფასებინოთ ბატონო გრიგოლ რომ ტრანზაქციული პოლიტიკის მიუხედავად ტყუილია იმის მტკიცება რომ შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ დაგიდევს ადამიანის უფლებებს ეს აბსოლუტურად ტყუილია ტყუილია ეს ტრანზაქციონიზმი ამერიკას ანუ სარგებელი რა სარგებელთან ერთად უნდა კონდეს დემოკრატიული სტანდარტი ესეც მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ამ სტანდარტის დაცვას ბელარუსიდანაც კი ითხოვენ აგერ ლუკაშენკოსაც კი გამოაშვებინეს დიალოგის შედეგად პატიმრები აი როგორ გონიათ აი ეს ურთიერთობა მივა თუ არა რაიმე ტიპის შედეგამდე ანუ ივანიშვილის მხრიდან ელით თუ არა რაიმე ტიპის ნაბიჯების გადადგმას და მას რისი მიღება უნდა და რამდენად მიღებადია ეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ივანიშვილს მე ვფიქრობ ვიცით რისი მიღება სურს ერთი ეს არის სანქციებისგან თავის დაღწევა იმ სანქციების სიაში არ ყოფნა ზომნინებას რაც უკვე არის ამერიკის ერთ-ერთ სასანქციო ზომაში ღაზინის სანქციაში ის არის უკვე მოხვედრილი როგორც ახსოვს და გაახანგრძლივა რაღაც 13 დღის წინ ტრამპმა და მეორე მხრივ მას უნდა ცხადია გარკვეული ტიპის სტრატეგიული პარტნიორობის ქონა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხო ან იმის აღდგენა რაც ქონდა ან ყოველ შემთხვევაში სტაბილიზაციის სურათის შექმნა იმიტომ რომ ამ რეჟიმს ძალიან ნაკლია ლეგიტიმაცია ამიტომ იღება რაღაც აბსურდულ კანონებს ვერ განხორციელებად კანონებს თვითონ ჭკვიდან ხوار შეშლან ბოლომდე ხო იციან ძალიან კარგად რომ ისეთ ტიპის კანონებს იღებენ რომელსაც ვერც კი აღასრულებს წესიერად ხო მაგრამ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია მაგალითად ფორმულას უმოწმებს ტერმინებს აი აქამდეც მივედი იყენებს და აი დიქტატორებს ვისაც ახდენ ამ ქვეყანაში დიქტატორებს ვისაც ახდენ და ტერმინების დადგენამდე მივედით აი ესეც სამარცხე მომენტამდე არასდროს არ მივსულობთ მიუხედავად იმისა რომ კი ქონდა ავტოკრატიული მართლობებიც პოლიციური სახელმწიფოც ესეთი რაღაც ვინმეს ახსოვს ამ ქვეყანაში აი მარტივად გადავდოთ მიშაც შევარდნაძეც არ ვიცი ზვიად გამოსახული ყველაფერი გადავდოთ აი ეს ფენომენი ვინმეს ახსოვს რომ სამ ელექტრონულად ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ პარტიას ყოველსადმე პატივისცემის მიუხედავად თვითონ ოფიციალურად ქოცემა თქვეს ხო ეს შედეგების მიხედვით ასე არის და თვითონ ქოცემაც ასე თქვეს ხო რომ ვინც ხო მე გაძლიერდება ვინც ისის დავადა გაძლიერდება იმასაც მივაღოლებთო ხო კი ბატონო მანამდე ამათ აღგზავნავთო ხო სამ ესეთ პარტიას გძალავ 9 თუ 10 ოპოზიციურ ლიდერს ასამართლებ ან პრაქტიკულად ყველა პირველ პირს ოპოზიციაში ასამართლებ და რეალურად სიტყვებს დაძდებ ხო არხებს უკონტროლებს სიტყვებს ესეთ რაღაც არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხა თუ ეს რეჟიმი თulis ვინმე ვინც არ უნდა იყოს ის რაც უნდა ტრანზაქციული იყოს აი ამას ამ ფორმებით შეგუება მაშინ ვერ ყოფილა თლათ ბოლომდე დაწყობილი და მე ვთქვი არ უნდა შეგუება ამას ივანიშვილი აუცილებლად მოუწევს გარკვეული ნაბიჯების მაინც გადადგმა ის თუ რა ზომით და რამდენის ეს უკვე დამოკიდებულია ტრანზაქციონალიზმის მასშტაბზე ხარისხზე და ბუნებაზე რასაც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი წადია ეს არის ექსკლუზიურად 2-3 ადამიანის და სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივა მაგრამ ის რომ სახლებში თქვენ კარგად აღნიშნეთ და მეც უნდა თქვა ის რომ სახლებში თუნდაც საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანს ეს არის მტკნარი სიცრუე იქ არის სამსახურები კლავაც რომელიც ამაზე მუშაობს მხოლოდ რომელიც ძალიან დაინტერესებულია ამით და ინსტიტუციების სენატი კონგრესი ასაკურელი ჰელსინკის კომისია მათ შორის და ამას ასე არ ატარებს ხო და აქვე მინდა ვთქვა რომ აი ჰელსინკის კომისიამ მე მისი უწყვეტობა პატრიარქი გარდაიცვალა და რაღაც დღეებით ცხადია პოლიტიკური დისკუსია ნაკლებად ქონდა კიდე არ ქონია პრინციპში ხო პოლიტიკურ თემებზე და აი ზუსტად წინა დღეს თუ სწორად მახსოვს ჰელსინკის კომისიამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და თქვა რომ ან ეს რეჟიმი გაატარებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს, რაც იქნება უკვე გარკვეული ტიპის გადატვირთვის საშუალება, პოლიტპატრიოტების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და ყველა ის რეკომენდაციები, ან უნდა დასანქცირდეს. აი, ეს მოწოდება ჩამოკიდა. დღეს ევროსაბჭოთან ვისმენთ იმავეს, ძალიან მსგავს, იმავე ჩარჩოს და იქაც არის დიალოგზე საუბარი. მე ამით მინდა თქვა რა აი შეთავაზება, თქვენ მხედავ რომ მივხვდით. მიდიხართ თქვენ შეთავაზებამდე კლუბში. აი შეთავაზება არ არის უბრალოდ ჩვენი ხედვა, ჩვენ არავის ვერ შეგვითავაზებია. მithodes ქოცისთვის და ხაზი მინიმ თუ ზოგმა თქვა რომ აი რატო ქოცისთვის არ შეგვითავაზებია და არც აზრი გვიკითხავს. ჩვენ თქვით რა გონია სწორი. აი დოქტრინა ამიტომ უწოდეთ ხო ჩვენი ხედვა, სტრატეგიული ხედვა. იგივე ხედვა გაიმეორა ჰელსინკის კომისიამაც, არსებითი ჩარჩო და ევროსაბჭომაც. და კიდევ ერთხელ სამწუხაროა ის რაღაცა
ერთგვარი ისტერიკა რაც ამას მოყვა, იმიტომ რომ ხედავთ რომ გონივრული ჩარჩო არ არსებობს. არის მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი, არის ეწოლა და ამის ჩარჩოში უნდა მოხდეს ცვლილებები თუ რეჟიმს ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენია როგორც ზომა. თუ არ წარმოუდგენია, წნეხი გრძელდება, ისინი ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ. თუ პოლიტპარტიებს არ გაათავისუფლებენ, თუ ახალ არჩევნებზე არ დაიწყება საუბარი და გარკვეული პროცესი, არანაირი არც ლეგიტიმაცია, არც გადატვირთვა მათ არ ექნებათ. ეს არის გამორიცხული. ეს ხო ვიცით, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც და ჰელსინკის კომისიას და ევროსაბჭომაც მათი პოზიცია ცხადია კი. ისინი არ არიან მზად ახლა ამ მომენტისთვის რაიმეს დათმობისთვის, ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. იცით რა მინდა შეგაფასებინოთ ბატონო გრიგოლ, თუ ნახეთ ირანის ელჩის საქართველოში ახალი განცხადება გამოქვეყნდა, ესე იგი გავიგეთ ამ განცხადებიდან, რომ მას დაურეკავს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუთხოვია შეხვედრა პირიქით, ანუ ამ პირველი მუხარის შემდგომ და ახლა მეორე დაგვემუქრა, თუ ნახეთ ეს განცხადება, აი დიპლომატიაში რა წესები მოქმედებს და მაშინ როცა ამ ქვეყანაში კარი აატალახებინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კარი ამ ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და ამ შემდგომ ევროკავშირის ელჩს ღიარ გავა რომ თავს არ დაესხან პოლიტიკური რაღაცნაირი პროპაგანდით ირანის ელჩთან დაკავშირებით, რომელიც ერთხელ დაგვემუქრა, დღეს უკვე მეორედ სრული დუმილია. მან გვაცნობა, რომ მე ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხო, ეს არის ჯერ აი რა ვთქვა აღარ ვიცი უკვე. ეს არის საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი. და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ჩვენ არათუ ცუდი საგარეო პოლიტიკა გვაქვს, საერთოდ აღარ გვაქვს საგარეო პოლიტიკა და აი ეს იყო რუსული ამოცანა. 100,000 ჯერ მომიხდეს ამის თქვა, აი ეს ფორმულა უნდა ვთქვათ, რომ საგარეო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება სუვერენული სახელმწიფოს იყო, ერთ-ერთი ატრიბუტია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს. და ამათი მიზანი იყო ეს ფიქტიური საბჭოთა კავშირის საქართველოს რა თქმა უნდა, საგარეო კომისარი ხო ყავდა, რასაკეთებდა საგარეო კომისარი? კითხვა მაქვს, რა ვიცი, უზბეკეთთან და ვიღაცებთან რაღაცებს ავაგებდა, რა ვიცი, ფეხსაცმლის იმპორტ-ექსპორტს თუ რაღაც. აი, ეგ არის მაკა ბოჭოიშვილი დღეს. რეალურად არანაირი ფუნქცია, არანაირი პრეროგატივა, არანაირი უფლება მას არ გააჩნია და ამისთვის არის გამორჩეული, რომ საგარეო პოლიტიკა რაც ილია დარჩიაშვილმა, რომელსაც ახლა ელჩად უშვებენ ლონდონში, ილია დარჩიაშვილმა დაიწყო, მაკა ბოჭოიშვილმა გააგრძელა, ჩააცემენტა და კიდევ უფრო უარესი გახადა. ეს არის რუსული მეგობრებო, რომ საქართველოს არ უნდა კონდეს საგარეო პოლიტიკა საერთოდ. არ უნდა კონდეს ხმა, არ უნდა კონდეს ერის, როგორ ვთქვათ, თავდაცვის ინსტრუმენტობა, ხო? იმიტომ ერის თავდაცვის ერთ-ერთი ატრიბუტია, ხო, საგარეო პოლიტიკა, ხო? ერი პოლიტიკური საზოგადოება საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, როგორც ინსტრუმენტის მეშვეობით, მსოფლიოს ამცნობს რა უნდა, სად დგას, რა პოზიციები აქვს, საკუთარ ინტერესებს ლობირებს. ეხლა რამის ლობის გავს, გარდა კრემლის ლობისტისა, ეს საგარეო, როგორც სამარცხვინო გახდა, საერთოდ მთელი ეს საგარეო მიმართულება. აი ამისთან სამარცხვინო არც პარლამენტზე უფრო სამარცხვინო არის, მე შემიძლია ვთქვა, საგარეო, ხო? ნაცვლად იმისა, რომ დაებარებინა ელჩი რეპრიმანდზე და ძალიან მკაცრად დაეტოქსა, რეპრიმანდი ნიშნავს, როდესაც საგარეო მინისტრი ან მისი მოადგილე იბარებს ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, იმისთვის გადასცეს საკუთარი გულისწყრომა და დააფიქსოს პროტესტი, როდესაც ეს საჭირო მიიჩნევა. აი რაზეც იბარებენ ევროპელ ელჩებს ილიანუზე გაკეთებული განცხადების გამო ყველაზე მთავარი პარტნიორების ელჩებს იბარებენ და საქმეს ურჩევენ, წარმოიდგინეთ. და პეტერ ფიშერზე საერთოდ კამპანია აქვს გამართული 2 წელია. მართლა პოლიტიკურ არარაობებს და როდესაც იქიდან თითის ქნება დაგვიწყო და თითის ქნება კი დაგვემუქრა ირანის ელჩი დაგვემუქრა პირდაპირ ამხელა ისტორიის და ტრადიციის ერს. თითის ქნება დაგვიპირა და საერთოდ ჩამიჩუმი არ ყოფილა და ეხლა ვისმენთ, რომ თვითონ აქეთ მისულა ბატონი მისი აღბატებულება ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრება მილიონობით ქართველს სამწუხაროდ და ეს პირდაპირ სახელმწიფო დავარქვა, ეს არ შეიძლება. ეს წარმოუდგენელია. და რა ვიცი, მე აქ ვიტყვი, იგივე პოზიცია მექნებოდა, რომ დამჭირებოდა პოლონეთის ელჩისაც, გერმანიის ელჩისაც და სხვაზეც, იმიტომ ჩემს ფუნქციად, როგორც ქართველი პოლიტიკოსი ვხარ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები დავიცვა. ვინმე არ ეფიქროს, ახლა ირანის გამო ვამბობ, არა, ნებისმიერ სხვა ელჩზე. თუ საჭიროდ მივიჩნევდი ვითარების და მიხედვით, თუ ჩემს ერთს ვინმე დაემუქრებოდა და თითისქებას დაუწყებდა, ხო? ყველაზე მექნებოდა ხაზი მინდა გაუსვა იგივე რეაქცია და ყველაზე უნდა კონდეს ადეკვატური რეაქცია, და არ შეიძლება ეს არ შეიძლება დაუშვა შენი ერის ასეთი შეურაცხყოფა, ხო? წარმოუდგენელია.
და თურმე აქეთ მისულა და კიდევ აგრძელებს იგივეს. ანუ საერთოდ აი ამაზე კარგი დასტური საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. მე უკვე აღარ წარმოვიდგენია, ხო? რა ემართება ქვეყანას, როცა ეს პარტნიორების garaშე დატოვა ივანიშვილის რეჟიმმა და ამიტომვე დავამატებ თქვენ რისკის შემთხვევაში ეს არის ზუსტად ომის საფრთხის წინაშე მოქალაქის დაყენება ივანიშვილის პოლიტიკით. აბსოლუტურად. ირანთან მიბმა უკვე რისკავდა საქართველოსთვის პირიქით მშვიდობის სარტყელს მიღმაყოფნას და თქვენ თავიდან მკითხეთ ძალიან სწორად რა აერთებთ ავტოკრატიებს. წესებზე დაფუძნებული წესი კი არ უყვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ომის მხარეები ყოველთვის, იმიტომ როგორც სურთ, ისე იქცევიან და შესაბამისად ეს იწვევს კონფლიქტებს ძალიან ხშირად. მათ არ უყვართ დემოკრატია, მათ არ უყვართ გამჭვირვალეობა და არ უყვართ ადამიანები. აი ეს გამოარჩევთ. და ძარცვავენ მათ არა მარტო ესე იგი ჯარს ძარცვავენ, მოხუცს ძარცვავენ, ბაღის მოსწავლეს, ბაღის აღსაზრდელს ძარცვავენ. დღეს გაირკვა რომ სოციალურ დაუცველებსაც ძარცვავენ. ჩვენ კი ვაკეთებდით არაერთი გამოძიება ამ თემაზე ჟურნალისტური და არაერთი კვლევა სამოქალაქო სექტორის მიერ და არაერთი ადამიანი და პოლიტიკოსი აკეთებდა ამაზე აქცენტს წლები რომ აი ეს ფული არასათანადოდ იხარჯება და ახლა საკუთარი ხელით იჭერენ წლების განმავლობაში მათი მფარველობის ქვეშ ყოფ არა მარტო მაღალი დონის ჩინოვნიკებს ანუ მაღალ თანამდებობაზე მყოფებს აღმოჩნდა რომ ეს კორუფცია ძალიან დაბალ დონეზეც ჩასულა და აქაც ის სიყალბე ჩანს რომელიც აი როგორც სუვერენიზმს იშენებენ და ნაციონალიზმს და აბსოლუტურად ვერსად ვერ იცავენ მოსკოვი ერთობა საპატრიარქოს საქმეებზე რაღაცებს ამბობს ეს არის სახელმწიფოზე კომენტარი მე ამას სულ ვამბობ ეს არის სახელმწიფოზე კომენტარი რომ ეს დაბალი ხობია უბედავს სახელმწიფოს ეკლესიას კი არ უბედავს არა ეკლესიას კი არ უბედავს მართლმადიდებლურ ეკლესიას არამედ უბედავს ქართულ სახელმწიფოს იცი მე ჩავერევი კაცო იმიტომ რომ დუმს იმიტომ რომ სლენგი რომ გამოვიყენოთ ქართული სახელმწიფო ამბობს მოსულა დამემოქრე კაცო მე მაინც აფშნო არა მაქვს ვერ დავიცავ ჩემს ერს ხო არ მაქვს საგარეო პოლიტიკა ვიღაც სულელები მყავს ვინც ამ პოლიტიკის ფორმირებას ეწევიან და არ მაინტერესებს რაც გინდა თქვი კაცო მე რა პრობლემა არის თავარია ბჭყალებში თავარია მშვიდობა იყოს ყველაფერი კარგად იქნება ეს ორი მაპატიეთ და იდიოტური ფრაზა დაზუთხული და ამით უნდათ შეფუთონ ის რომ ამერის ინტერესები არის იავარქმნილი და მომსვარი აი ახლა ერთი მაგალითი რომ დავსვათ პრაქტიკული მაგალითი ხო ორი მაგალითი თუ შეება გავიგეთ რომ თურმე უნგრეთის დიპლომატიური საფარ ქვეშ მუშაობდა ჯაშუში ხო რუსეთზე ჯაშუშობდა ხო უკრაინელებმა დაიჭირეს დიახ კარპატიაში დაიჭირეს ამ შემთხვევაში დასავლეთ უკრაინაში მაგრამ ეს კაცი მუშაობდა 2016-2020 წლებში აქ არ უნდა ვიცოდეთ რამე ვინმე გადაიბირა ან შეიძლება საკუთარი ნების უნებლიეთ ხო ვიღაცებთან კავშირი ქონდა და რაღაც ინფორმაცია მოიპოვა ხო შეიძლება არ იცოდა ხალხმა ეს ვიზე მუშაობს და ემეგობრებოდა ხო რა ვიცი ყავაზე ხვდებოდა რა ვიცი ხო 4 წელი აქ ცხოვრობდა აი ამ ქალაქში იყო ჩვენს გვერდით და იყო ჯაშუში როგორც ჩანს არ ვიცი მაშინ იყო თუ არა მე არ დავარღვე ურაშობის პრეზუმპციას მაგრამ შემდგომში იყო და მაღალი ალბათობა რომ აქ ყოფილისასაც ყოფილიყო რამე არ უნდა ვიცოდეთ აი საერთოდ რამე არ უნდა ვიცოდეთ საქმე მხოლოდ პოლიტიკური დევნა გახდა სამწუხაროდ და არა საფრთხეზე კონკრეტის ელჩი არ უნდა დაებარებიან არ უნდა ეკითხა რომ რა ხდება უკაცრავად ქალბატონო ელჩო ხო რა ხდება ეს კაცო მუშაობდა თქვენი ოფიციალური ვერსია რა არის ვიზე მუშაობდა ამ დროს რაზე იყო ან გამოძიება არ უნდა იყოს წარმოებული ხო თერანის ელჩი არ დაებარეს უნგრეთის არ დაებარეს მოსკოვის ესე იგი ჩარების მცდელობა საპატრიარქოს საქმეებში და ხაზი მინდა გავუსწოროთ წმინდა სინოდის საქმეები მხოლოდ ის თუ ვინ იქნება შემდეგი კათოლიკოსი ხო ამაში ჩარება წაფედა და ბოლოს პრაქტიკული მაგალითი აი ხო ამბობენ რომ რა გავაკეთოთ ფასებზე გასაგებია ახლა ესენი თბილისს და გორს ვერ მართავენ ახლა ჰორმუზის სრუტეში ის გაკეთებოდათ ხო კოდს ხო რომელსაც წერა-კითხვის უცოდელი პრეზიდენტი ყავს მაგრამ არ შეუძლიათ რომ აქციის ფასები დაწიონ და ამით მაინც და ეს გააკეთა ბერმამთავრობამ ხო და ლელო მოითხოვა ეს რომ აი ეს მაინც გაკეთეთ ეს რიგით ქართულს რომელსაც აღრჩობენ ამ ფასებით ამ ეკონომიკური პოლიტიკით რომელსაც აი უბრალოდ მართლა სუნთქვის საშუალებას არ უტოვებენ ეს მაინც გაუკეთე ჰორმუზის სრუტეში ხო არ გთხოვ რა იმის გაკეთებას ხო ვერაფერს ვერ გააკეთებ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ ის გააკეთე რაც შეგიძლია ამასაც არ აკეთებ რატომ ამ ოლიგოპოლიას უზიან ჯიბეში და ქართველები უნდა გაძარცვონ ბოლომდე რაც თქვენ თავიდანვე თქვით და ესეც არის ღატაკი ავტოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი თვითონ მიგდებიან ჩვენ უნდა გაგვაღატაკონ დაგვაქციონ და გაგვაქციონ